ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში მედიის შეკითხვებს პასუხობს. ირაკლი ყობახიძის კომენტარს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ჩვენი ჟურნალისტი შალვა სუმბაძე იყოფება ბათუმში, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. გეტყვით იმას, რომ დაახლოებით 1 საათია, რაც პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრთან ერთად ჩამოვიდა ბათუმში, მან პირადად იმგზავრა მატარებლით, რომელიც განახლებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით დაახლოებით საათნახევრით უფრო ადრე ჩამოდის ბათუმში, ვიდრე აქამდე იყო ჯამში 3 გაჩერებით ქუთაისი, ურეკი, ქობულეთი, ბათუმი. მას შემდეგ კი რაც პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა უშუალოდ ბათუმში, მან მოინახულა პორტი, ახლა კი იმყოფება საზღვაო აკადემიაში, სადაც ეცნობა იმ განხორციელებულ სამუშაოებს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა. აღინიშნა, რომ თავდაპირველად დავიწყოთ რკინიგზით. რკინიგზაზე განხორციელებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ერთის მხრივ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, რომლებიც ჩამოდიან და მგზავრობენ თბილისიდან, დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით, ასევე პირიქით ბათუმიდან დედაქალაქის მიმართულებით, ასევე ადგილობრივი ტურიზმისთვისაც მნიშვნელოვანია ეს, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდია მოთხოვნა განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე ამ მიმართულებაზე და ბუნებრივია მოქალაქეებისთვის დაახლოებით საათნახევრით შემოკლებული გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან ერთად დაათვალიერა, არის არანაკლები მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გეგმები აქვს საქართველოს. აი ახლა რამდენიმე წუთში უკვე პრემიერი დადგება მედიასთან და გააკეთებს კომენტარს, ის უპასუხებს როგორც შეკითხვებს უშუალოდ ამ მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, ასევე უპასუხებს შეკითხვებს რკინიგზასთან დაკავშირებით, კიდევ რა გეგმებია ამ მიმართულებით. რამდენიმე წუთში პრემიერი უკვე მოვა და გააკეთებს მედიასთან უშუალოდ კომენტარს და უპასუხებს მედიის შეკითხვებს, როგორც გითხარით, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში, მან მოინახულა რამდენიმე მიმდინარე პროექტი, მათ შორის პორტი და საზღვაო აკადემია და სწორედ ახლა ამ ტერიტორიაზე აკეთებს კომენტარს და ჩვენ ამ კომენტარს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ბატონო პრემიერო, დავიწყოთ რკინიგზით 4 საათი, საათნახევრით შემცირდა დრო თბილისიდან ბათუმამდე. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია, რა მოიტანა ეს შედეგი და ჩვენ ვესაუბრეთ მგზავრებსაც, რომელთაც ალბათ ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. დღეს ვიმგზავრეთ რკინიგზით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მანამდე მგზავრობის დრო იყო 5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ასევე რა თქმა უნდა ჩვენი სტუმრებისთვისაც, ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია ბუნებრივი ასრულება. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ამ 1 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა, ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა და ეს ცვლილებაც რაც შეეხო სამგზავრო მატარებელს არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულება. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი რკინიგზის განახლების მიმართულებით, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად ვასწრებით ინფორმაციას და ყველა ეს რეფორმა და ცვლილება აუცილებლად სათანადო ვადებში განხორციელდება. ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ იმყოფებოდით პორტში? აკადემიაში რომ გითხრათ, პირადად რა პროექტებს გაიცანით? ეს მიმართულებაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბათუმის პორტში გვერდფრინვა სარეგორდო მაჩვენებელზეა ასული, ჩვენ უკვე პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი აუცილებლად იქნება ბათუმის პორტისთვის სარეგორდო გვერდფრინვის კუთხით და რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. რა თქმა უნდა ბათუმის პორტია ძალიან მნიშვნელოვანი, ფოთის პორტი და ასევე თქვენ იცით, რომ აქტიურად მუშაობთ ანაკლის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე და 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება. რაც შეეხება საზღვაო აკადემიას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენი ქვეყნისთვის. აქ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენს მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მომავალში ჩვენ ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ
უმაღლესაგან თუ დაწესებულების საქმიანობას რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, რა თქმა უნდა, ამ დაწესებულების გაძლიერებას. ბატონო, მე მინდა გითხოთ პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, აი მაგალითად თქვენს წერილზე კონკრეტულად, რომელიც ეხებოდა იმ რიტორიკას, რომელიც რუსეთთან მიმართებით შეიცვალა თქვენს ოპონენტებში. ხო, ამ წერილის შემდეგ არაერთი მცდელობა ჰქონდა მათ შორის ჩვენც, რომ მოგვისმინა ოპოზიციისგან, რატომ შეიცვალა ეს რიტორიკა და არა 2008 წელს, არამედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მათგან მოვისმინეთ ისიც, რომ 2008 წელს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ევროინტეგრაციას უწყობდა ხელს. თქვენ როგორ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ შეაფასოთ აი ეს? პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩემი წერილი ეფუძნებოდა ძალიან მარტივმშრალ ფაქტებს და ყველას გვახსოვს რა იყო წინა ხელისუფლების მიდგომა 2008-12 წლებში. როგორც სიამაყით საუბრობდნენ ესენი იმასთან დაკავშირებით, რომ გარს უხსნიდნენ რუს ტურისტებს, რუსულ ბიზნესს საქართველოში და ასე შემდეგ. ამაზე საუბრობდნენ მათ შორის დღევანდელი მთავარი რუსოფობები, ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, იგივე ხუშტარია, იგივე ზურა ჯაფარიძე, ვანო ბერაბიშვილი საუბრობდა ამ ყველაფერზე და სხვები, ხო? ისინი ღიად საუბრობდნენ ამ ყველაფერზე, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული მათთვის იყო სრულიად მისაღები და ახლა აქვს სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რომ უშუალოდ ტურისტთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის რამდენიმე ტალღა. ეს იყო მაგალითად 2022 წელს ომის დაწყებისთანავე, ძალიან მალევე, შემდეგ როდესაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, როცა იყო ტურისტული სეზონი და ყოველ ჯერზე ტურისტულ სეზონზე ისინი აქტიურებენ ამ კამპანიას, რასაც აქვს ერთ-ერთი მიზანი, ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სხვა ახსნა ამ ყველაფერს უბრალოდ არ აქვს. მათ შორის ამ ტრანსფორმაციას, როდესაც 2008 წლის შემდეგ შენთვის მისაღები იყო რუსული ტურიზმიც, რუსული კულტურაც, რუსული ბიზნესიც და მაშინ მე შეგახსენებთ, რომ სრულიად ახალი მომხდარი იყო რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის ჯარისკაცები, პოლიციელები, ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ, უამრავი ადამიანი დაიჭრა, 30,000 ადამიანი იქცა დევნილად და მათთვის მაშინ ყველაფერი რუსული იყო აბსოლუტურად მისაღები და ამაზე თამამად და სიამაყით საუბრობდნენ. და რეალურად რუსეთი საქართველოს ნამდვილი ოკუპანტი გახდა უკრაინის ოკუპაციის შემდეგ. რაც არის აბსოლუტურად ღიმილის მონგრელი, მაგრამ ღიმილის მონგრელზე მეტად ეს, რა თქმა უნდა, არის ტრაგიკული მოვლენა. ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს, რომ რასაც ეტყვიან ამ აგენტებს, იმას აკეთებენ. 2008-12 წლებში ამ აგენტურას დავალებული ჰქონდა ასეთი რიტორიკით საუბარი რუსეთთან დაკავშირებით და 2022 წლის შემდეგ მას დავალებული აქვს ამ აგენტურას აქვს დავალებული განსხვავებული რიტორიკით საუბარი. რაც არის ცხადზე უცხადეს, ეს ყველაფერი იმიანიშნებს ერთ-ერთ რამაზე, რომ ეს ხალხი არის ჩვეულებრივად აგენტურა და ისინი მოქმედებენ მხოლოდ გარე პატრონების დავალებით საკუთარი ეროვნული, საკუთარი ფორმალური სამშობლოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სუსის გამოძიებაზეც იკავთ რა, აი საუბრობ ბათუმზე და ამ დღეების განმავლობაში საქართველოს სექტორის სამსახურში ფაქტორის გამოძიების ფაქტს რომ დეзинფორმაციული კამპანია მიმდინარეობს იმისთვის რომ მოხდეს საქართველოს ერთგვარად სახელმწიფო რომ არ არის საქართველოს ეს თავისთავად ძალიან საინტერესოა არის აქაც პირდაპირი საბოტაჟი მათ შორის სოციალური მედია გამოიყენება ძალიან აქტიურად ამისათვის და ერთ-ერთი ქვეყნის პლატფორმიდან ხდება მათ შორის ამ კოორდინაციის უზრუნველყოფა და ამას ხდება აქ ადგილობრივი აგენტურა, ხო, რომელიც ამაგრებს ამ კამპანიას. აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქნება სოციალურ მედიაში არარსებული ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ ასეთი სახელი გვარით, ასეთი პროფესიით, საუბრობენ იმასაც, რომ თითქოს საქართველოში არის უარყოფითი გარემო შექმნილი რუსი ტურისტებისთვის. ამას აქვს ერთ-ერთი მიზანი, ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის ნებისმიერი ტურისტისთვის. ეს არის ის, რაც ძალიან ღიად უნდა ითქვას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ტურისტისთვის იყოს შექმნილი სათანადო გარემო. ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ის, რაც ჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. უშუალოდ გამოძიებოდიში ამ თემაზე მინდა რომ გავაგდო. უშუალოდ გამოძიებაზეც რომ გითხრათ, აი რა შედეგი შეიძლება მოიტანოს და რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციისთვის მათ შორის აი საბოტაჟის მოხდით დაწყებული გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ყველას მიაკითხავს სამართალი. ეს უნდა იცოდეს ყველამ ძალიან კარგად და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის
დაწყება, გამოძიების დაწყება და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავს სამართალი და ეს აუცილებლად ასე იქნება, იმიტომ რომ დღეს არის სახელმწიფო ძლიერი, როგორც არასდროს შესაბამისად ჩვენ დაუპირისპირდებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დაპირისპირების ყველა მცდელობას. აი, სრულ პროპაგანდაზეც მინდა კითხოთ და სრულ ინფორმაციის გავრცელებაზე, მათ შორის პროპაგანდა ეხებოდა კრიმინალური სიტუაციით სპეკულირებას, ხომ? საქართველოში ამ დროს სტატისტიკა ყველაფერს ამბობს 2026 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა და ასევე სტატისტიკის მიხედვით კარგად ჩანს, რომ უმძიმესი დანაშაულები მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო გახსნის მაჩვენებელი პრაქტიკულად 100% და ამ თემაზე სპეკულირებს მათ შორის ის ხალხი, რომლის ხელისუფლების პერიოდშიც ალბათ ყველამ იცით რაც ხდებოდა, ამაზეც რომ გითხარით. ბევრი სამარცხვინო სპეკულაცია მოვისმენთ, მათ შორის მაგალითად კონკრეტულად ყველობასთან დაკავშირებით ისეთ სურათს წარმოაჩენდნენ, მათ შორის ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები, ეგრეთ წოდებული NGO-ები, პარტაქტივი, რომ თითქოს ყველობების კუთხით არის გავარესებული ვითარება. ამ დროს სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ყველობა არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც სტატისტიკაში მანიპულირება არის სრულიად შეუძლებელი. სტატისტიკა აჩვენებს რას, რომ ბოლო რამდენიმე წელი რომ ავიღოთ 2020 წლის შემდეგ პერიოდი, ყოველწლიურად ფიქსირდება შემცირება, ლოლობების სტატისტიკის შემცირება ფიქსირდება ყოველწლიურად. წლიდან წლამდე ყოველ წელს მცირდებოდა ამ ბოლო წლების განმავლობაში ამ ლოლობის სტატისტიკა და რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა. ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის სამარცხვინო სპეკულაციები, რასაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საბოტაჟის სახით ეს ადამიანები აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმას, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს. ბატონო ირაკლი, საქართველოს მთავრობამ 2021-2030 წლის სტრატეგიის გვაინტერესებს თქვენი აზრი ამ ზოგადად ამ ყრილობასთან დაკავშირებით, მმართველობის ფორმის ცვლილებასთან დაკავშირებით და ზოგადად თუ შეიცვლება ამით რამე და რა პროცესებთან გოგსა? არა მარტო პარტია ნაცმოძრაობა, მთლიანად კოლექტიური ნაცმოძრაობა, ეს აგენტურა არის მოშლილი. ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან ახლა დაკავებული პარტიების შიგნითაც კი, არ თუ პარტიებს შორის. პარტიების შიგნითაც კი აქვთ დაპირისპირება, რაც არის სისუსტის ერთ-ერთი გამოვლინება, იმდენად დაქვეითებული აქვს კოლექტიურ ნაცმოძრაობას ამ აგენტურას იმუნიტეტი, რომ მთლიანად გადასული არიან შიდა დაპირისპირებაზე, რაც კარგია ქართული დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის. თქვენ ასევე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს ასეთი პარტიების ადგილი, აგენტურის ადგილი ქართულ პოლიტიკურ სისტემაში არ არის. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ჩვენს ქვეყანაში. რატომ უნდა აკეთებდე ასეთ განცხადებას და რა მიზანს ემსახურებოდეს მსგავსი ბრალდება, მსგავსი შინაარსის განცხადება, რაც მარხვა ერთ-ერთ პოდკასტში სოციალურ ეს არის ყოველად სამარცხვინო მოღალატეობრივი განცხადება. ნაცისგანაც კი არის მართლა ამაზრზენი ასეთი განცხადების მოსმენა, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას, ეს არის ნაცისგანაც კი წარმოუდგენელი რამ. რასაც აუცილებლად ჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია, ხო, სამარცხვინოა, ამაზრზენია ეს, რაც თქვა ამ კონკრეტულმა ნაციონალმა. ბატონო ირაკლი, საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, რომ გითხარით, რას მოიცავს აღნიშნული სტრატეგია და რას ემსახურება? ზოგადად ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენთვის. არის აქ სტატისტიკის კუთხით არსო სახარბიელო მაჩვენებლები, მათ შორის გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი, აქაც ბევრად უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, თან იცით რომ ვითარდება წლიდან წლამდე საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბევრად უფრო ავამაღლოთ ჩვენ უსაფრთხოების ხარისხი საქართველოს გზებზე და ამას სჭირდება რა თქმა უნდა თანმიმდევრული მიდგომა და ამისათვის შეიქმნა ეს საშუალებიანი დოკუმენტი, სტრატეგიული დოკუმენტი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სტრატეგია გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. რატომ არის მნიშვნელოვანი განათლების ფორმის განხორციელება, თუნდაც ამ ნაწილში უნივერსიტეტების ნაწილში რომ იყოს თუნდაც ის მიმართულებით განვითარებული
სისტემის საზოგადოებაში? თქვენ იცით რომ მაღლეს განათლების სისტემაში ზოგადად არ გვაქვს დღეს სახარბიელი მდგომარეობა, სწორედ ამის გამო ჩვენ ჩამოვყალიბეთ სტრატეგია მაღლეს განათლების რეფორმისთვის. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი არის ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი და ამ პრინციპის შესაბამისად გადანაწილდა ფაკულტეტები უნივერსიტეტებს შორის ოპტიმიზაცია მოგცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ არსებული რესურსები, საკმაოდ მწირი რესურსები მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ეს არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ამ პრინციპიდან გამომდინარე განხორციელდა მათ შორის ინსტიტუციური ცვლილებები ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რა თქმა უნდა, სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი ეს რეფორმა, რაც თავარია საბოლოო ჯამში მოგცემს ჩვენი სტუდენტებისთვის, ქართველი სტუდენტებისთვის უმაღლეს განათლების ბევრ უფრო მაღალ ხარისხს. მადლობა. თქვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსმენდით, რომელმაც პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.